ვლადიმერ პუტინს არჩევნებისთვის თადარიგი, რა თქმა უნდა, ინტერნეტზეც უჭირავს. კამპანიის ვებგვერდზე ნახავთ პუტინს ჰოკეისტის, მოთხილამურის თუ ძიუდოს ფორმაში. საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად ის სერიოზულად ემზადება. თუმცა ინტერნეტზე ისეთი პოპულარული ვიდეოებიც დევს, როგორიცაა საშა ბარონ კოჰენის ახალი კომედიის დიქტატორის რეკლამა. პრემიერი ოლიმპიურ გარბენს იმით იგებს, რომ მეტოქეებს იარაღიდან ესვრის. ან კიდევ ტიტანიკის იმიტაცია, რომელშიც გემის ქიმზე პუტინი და გრისლოვი რუსულ პოლიტიკას კატასტროფისკენ მიაქანებენ. კლიპს ნაშ დურდომ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა. ექიმები და პაციენტები მღერიან, ჩვენ პუტინს ვაძლევთ ხმას. რუსულ YouTube-ზე მან ყველაზე პოპულარული ვიდეოს პრიზი აიღო. მსგავსი კლიპების მოყვარული ახალგაზრდობა სამთავრობო ტელეარხებიდან თანდათან უფრო თავისუფალ ინტერნეტ მედიაზე ერთვება. პოლიტოლოგი სემ გრინი ამბობს, რომ რუსული ინტერნეტ მედია სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებს მალე აიძულებს ან მაუწყებლობის სტილის შეცვალონ, ან საერთოდ გაუქმდნენ. იძულებული გახდნენ 24 დეკემბრის პუტინის საწინააღმდეგო აქციას კი გაეშუქებინათ. ამის მსგავსი ადრე რუსულ ტელევიზიაში არაფერი მომხდარა. ინფორმაცია ინტერნეტზე მაინც გავიდოდა, ამიტომ ოფიციალურ მედიას სხვა გზა აღარ რჩებოდა. 120,000 ადამიანის მიტინგზე მისვლა ხუმრობა არ არის. პუტინისტებმა კონტრშეტევა ინტერაქტიული გვერდის გახსნით სცადეს. თუმცა ოპონენტებმა სისწრაფეში მათ აქაც აჯობეს. ანდრეი ანტონენკომ პრემიერს მისწერა. გთხოვთ დატოვოთ პოლიტიკა, როგორც ჩანს ძალაუფლება თქვენზე ნარკოტიკივით მოქმედებს. მსგავსი კომენტარები ყველაზე დიდ რეიტინგს იღებდა, რის გამოც მათ გვერდიდან შლიდნენ. არც ამან გაამართლა, გვერდის ფოტოასლები ინტერნეტზე მათ წაშლამდე გავრცელდა. ტექნოლოგიებში გამოცდილება არ ყოფნით, ასეთი შემოტევისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. კურიოზი, პუტინის ვებგვერდზე მისი პარტიის ხსენებაც არ არის. ესეც ინტერნეტის დამსახურებაა. ბლოგერის ალექსეი ნავალნის ფრთიანი ფრაზა „ერთიანი რუსეთი, თაღლითების და ქურდების პარტია“ იმდენად პოპულარულია, რომ პარტიის სახელის ხსენებას პუტინიც კი გაურბის. სანამ მთავრობა ვირტუალური ომითაა დაკავებული და მის მოგებას ცდილობს, ოპოზიციონერებმა უკვე ფონდების მოზიდვა დაიწყეს. ალექსეი კოზლოვმა 5,000 მხარდამჭერისგან $130,000 სულ 4 დღეში მოაგროვა. ის ამბობს, რომ Яндекс.Маნის გადახდის სისტემა $500-ზე მეტის გადარიცხვის უფლებას არ იძლევა. ასე რომ ვერავინ იტყვის, რომ ერთი ან ორი ოლიგარქი მართავს ოპოზიციას. Яндекс запретил в своей системе $500 ცოტაა, მაგრამ Яндексის ლიმიტებმა მაინც კარგი საქმე გააკეთა. უცხოეთიდან გადმორიცხვებიც აკრძალულია. ვერც იმას დაგობრალებენ, რომ პოლიტიკური მოძრაობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან იმართება. Никто не сможет обвинить в том, что это, значит, вот деньги, полученные там из Америки. ოპოზიცია Facebook-ს და სხვა სოციალური მედიის სახეებსაც აქტიურად იყენებს. 4 თებერვალს მოსკოვში გრანდიოზული სულ ცოტა 100,000-იანი ანტისამთავრობო მსვლელობა იგეგმება. ქუჩებში კი არც პოლიტიკური პლაკატებია და არც პროკლამაციები ვრცელდება. ისინი ახლა უკვე ექსკლუზიურად ინტერნეტ გვერდებზეა განთავსებული. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.